ახალი მექანიზმები ამოქმედება ქართული ოცნების არალეგიტიმური ხელისუფლების წინააღმდეგ შეერთებული შტატების მხრიდან. დღეს კონგრესი მეგობარ აქტს განიხილავს. ქართული ხალხის მხარდამჭერი დოკუმენტი ერთ-ერთი პირველია იმ საკითხთაგან, რაზეც კონგრესის განახლებული შემადგენლობა იმსჯელებს. დღესვე დაგეგმილია მეგობარი აქტის ავტორის რესპუბლიკელი კონგრესმენის ჯო უილსონის პრესკონფერენციაც, რომელიც პირდაპირ და ხაზგასმით ამბობს, რომ ამერიკული სანქციები არა მხოლოდ ოლიგარქ ივანიშვილზე, არამედ მის ოჯახის წევრებზეც უნდა გავრცელდეს. რამოლოდინებია საქართველოში ნინო სამყურაშვილი გაგვაცნობს დეტალებს პირდაპირ ეთერში. დიახ, პირველ რიგში რა თქმა უნდა დავიწყოთ იმით, რომ დღეს უნდა მოხდეს კონგრესის 119 მოწვევის კონგრესის ფიცის დადების ცერემონია და მან უნდა დაიწყოს მუშაობა და სწორედ ამის შემდეგ უკვე როგორც ორივე პალატა, როგორც სენატი, ასევე წარმომადგენელთა პალატა აქტიურად დაიწყებს მუშაობას და სენატორი ჯო უილსონი სწორედ აპირებს იმას, რომ მეგობარი აქტი ამ ახალი მოწვევის კონგრესშიც შეაბრუნოს და ისევ დაიწყოს მასზე მსჯელობა. აქ მთავარი საკითხი არის ის, რომ საერთოდ მეგობარი აქტი ორ ნაწილად შეიძლება გაიყოს. ერთი ნაწილი არის ის, რომ მოხდეს დასანქცირება ყველა იმ პირის, ვინც საქართველოში ძირს უთხრის დემოკრატიას და მეორე ნაწილი არის ის, რომ მოხდეს ქართული ხალხის მხარდაჭერა და დახმარება და სწორედ ამ ნაწილთან დაკავშირებით იქნება მსჯელობა და სენატორი უკაცრავად კონგრესმენი ჯო უილსონის მთავარი მოწოდება და გზავნილი ტრამპის ახლად არჩეული პრეზიდენტის მიმართ არის ის, რომ აუცილებლად უნდა იყოს დასანქცირებული არა მხოლოდ ბიძინა ივანიშვილი და როგორც მასზე ფიზიკურ პირზე არ უნდა გავრცელდეს სანქციები, არამედ მის ოჯახის წევრებზეც უნდა გავრცელდეს სანქციები და მის კომპანიებზეც, რადგანაც ამერიკის შეერთებულ შტატებში ფიქრობენ დასჯერად იმის, რომ სწორედაც რომ დემოკრატიას ძირს უთხრის დღეს ბიძინა ივანიშვილი მთელს მის უახლოეს გარემოცვასთან ერთად. როგორ განვითარდება პროცესები, ჩვენ ამას რა თქმა უნდა უახლოეს დღეებში ვნახავთ, თუმცა ის, რომ საკანონმდებლო დონეზე ისევ დაბრუნდება საქართველოს საკითხი ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატაში, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ამასთან დაკავშირებით საუბრობენ პოლიტოლოგები, ექსპერტები, ვინც სწორედ მუშაობენ ამ საკითხებზე და ისინი ამბობენ, რომ ძალიან მნიშვნელოვანი არის ქართველი ხალხის მხარდაჭერა, რადგანაც ქართველი ხალხი, რომელიც გარეთ დგას უკვე 27 დღეა, ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ მათ გვერდით იყვნენ სტრატეგიული პარტნიორები. ამერიკული კონგრესის მხარდაჭერა ქართველი ხალხის მიმართ, რა თქმა უნდა, გაგრძელდება, რა თქმა უნდა, ჯო უილსონი გახლავთ არჩეული პრეზიდენტის დონალდ ტრამპის გუნდის წევრი, ის ამასთანავე გახლავთ ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე და ის აქტი, რომელიც მეგობარი აქტი, რომელიც არის წარმოდგენილი საქართველოს ინტერესების მხარდასაჭერად და რომელშიც არის უამრავი ისეთი ნაბიჯები გატარებული ქვეყნის თავდაცვის უნარიანობიდან დაწყებული იმისთვის, რომ საქართველოს მოქალაქეებმა მიიღონ უვიზო მიმოსვლა ამერიკის შეერთებულ შტატებში, გაიხსნას მოლაპარაკებები თავისუფალი ვაჭრობის თაობაზე და ასე შემდეგ, უამრავი სიკეთეები იგულისხმება ამ აქტის მიხედვით. ვფიქრობ, რომ ეს ძალიან რეალისტურია. ივანიშვილი არის ადამიანი, რომელიც პასუხისმგებელია ყველაფერზე, რაც ხდება საქართველოში. თუ აქამდე ის ახერხებდა დამალულიყო კობახიძის, ღარიბაშვილის და სხვების ზურგების უკან, ამჟამად მაკრონთან ზარის შემდეგ უკვე სრულიად სალსახა გახდა, რომ დასავლეთმა ერთადერთ მთავარ პასუხისმგებელ პირად საქართველოზე აღიარა ბიძინა ივანიშვილი. ეს აღიარება არის მისთვის ძალიან ცუდი, რადგან ის პირდაპირ ხვდება დასავლური სანქციების რადარზე და იმ შემთხვევაში თუ გაგრძელდება უდანაშაულო ადამიანების დაკავებები და წამებები, თუ გაგრძელდება პროტესტის დაშლის და დარბევის მცდელობები და ზოგადად ის ანტიდასავლური კურსი, რომელსაც ჩვენ ვხედავთ, ამ შემთხვევაში რა თქმა უნდა დასანქცირდება არა მარტო ივანიშვილი, არა მარტო მისი კომპანიები, არამედ ასევე ყველა ის ადამიანი, რომელიც დაკავშირებული არის მასთან და ვინც შეიძლება დაეხმაროს მას ამ სასანქციო რეჟიმისგან თავის არიდებაში. ბიძინა ივანიშვილი სახაზინო დეპარტამენტმა ამერიკის შეერთებული შტატების დაასანქცირა 27 დეკემბერს და ბიძინა ივანიშვილი დასანქცირებულია რუსეთის სასარგებლოდ საქართველოს დემოკრატიისათვის და ევროატლანტიკური მომავლისთვის ძირის გამოთქმის გამო და ამასთან ერთად კონგრესმენი ჯო უილსონი საგანგებოდ მიმართავს რამდენიმე დღის წინ გავრცელდა მისი ეს განცხადებაც საგანგებოდ მიმართავს სახელმწიფო მდივნობის კანდიდატს სენატორ მარკო რუბიოს და ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მრჩეველს დონალდ ტრამპის
უოლდს და პირდაპირ სთხოვს იმას, რომ ამის შემდეგი გზა უკვე უნდა იყოს ის, რომ დასანქცირებული უნდა იყოს ბიძინა ივანიშვილის ოჯახის წევრებიც და მისი გზავნილი ასეთი არის. ამ განცხადებაში ვკითხულობთ, რომ ის ამერიკის შეერთებული შტატების მომავალი პრეზიდენტის ადმინისტრაციას მოუწოდებს, ანუ ამ შემთხვევაში კონგრესმენი ჯო უილსონი გამოიყენოს კანონით გათვალისწინებული მექანიზმები საქართველოს მხრიდან სანქციების თავისარიდების გამოსავლენად, ასევე თაღნითური ქორცენტრებისა და ქართული ოცნების სხვა უკანონო საქმიანობების გამოსავლენად. მოგიწოდებთ ასევე გავრცელოთ სანქციები ივანიშვილის ოჯახის უახლოეს წევრებსა და ახლობლებზე. ეს არის კონგრესმენი ჯო უილსონის ბოლო პერიოდის ყველაზე ხმაურიანი განცხადება, რომელიც საგანგებოდ იყო გაგზავნილი სწორედ ტრამპის მაღალჩინოსნების მიმართ და მათ სახელზე იყო და შეიძლება ითქვას ისიც, რომ ჯო უილსონი არის ის კონგრესმენი, რომელმაც ბოლო პერიოდში საქართველოსთან დაკავშირებით რა გადაწყვეტილებას მიიღებდა ამერიკის შეერთებული შტატები, სწორედ მან დაანონსა და ახლა უკვე, როდესაც კონგრესის ახალი მოწვევის შეუდგება თავის საქმიანობას, მეგობარი აქტი, რომელიც სწორედ მისი ინიცირებული არის წარმომადგენელთა პალატაში, ხელახლა დაბრუნდება ისევ კონგრესში წარმომადგენელთა პალატაში და მასზე მსჯელობა გაიმართება, რომელიც როგორც გითხარით, ორ ძირითად საკითხს მოიცავს. ერთი არის სანქციები ოლიგარქიული რეჟიმის მაღალი თანამდებობის პირების მიმართ და მეორე არის ქართველი ხალხის მხარდაჭერა. ეს მხარდაჭერა გულისხმობს მათ შორის თავისუფალ სავაჭრო ურთიერთობებს და უვიზო მიმოსვლას.